დაკლავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს 8 ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. მინისტრებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ორი დღეა ვარ თემატურ ბანაკში იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები, სპორტული აქტივობები და ძალიან საინტერესო შეხვედრები. ვფიქრობ, რომ ეს ბანაკები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გავიცანთ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი. ესეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ადამიანს უხსნის ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რომ იყოს მომავალ ძალიან პერსპექტიული და წარმატებული. აქ არიან შეკრებილი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ისინი ერთმანეთს ეცნობიან და ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ამ ახალგაზრდებში საუკეთესო თვისებები, რაც სამომავლოდ ჩვენ ქვეყანას ნამდვილად გამოადგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ქართველი ახალგაზრდისათვის იქნებოდეს ჩვენ ქვეყანაში შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის და ნიჭის რეალიზებისთვის. ახალგაზრდობის სააგენტოს ყველა პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მათ შორის დღევანდელი თემატური ბანაკიც, სადაც მონაწილეებს ექნებათ საშუალება, რომ განევითარონ სხვადასხვა რბილი უნარები და გამჭვირვალე კომპეტენციები.